ძირითადად მასობრივი კულტურა ამბობს, რომ წარმატებაა თვითრეალიზაცია. გამარჯვება კონკურსზე, ოსკარის მიღება. ეს ეგო რეალიზაცია მასლო ესე თვლიდა. ეს არ არის თვითრეალიზაცია. მასლო მივიდა იმ დასკვნამდე, რა განსხვავებაა თვითრეალიზაციასა და ეგო რეალიზაციას შორის. ეგო რეალიზაცია ერთ ოსკარს რო აიღებ, ნახავ რაც არის. მეორე ოსკარსაც რაც არის. ანუ აღარ იქნება ისეთი ანთებული, რომ მესამე და მეოთხე აიღო. თუ ვიღაცასთან კონკურენციაში არ ხარ და მამა შენს არ გინდა აჯობო, ხო? რომ იმას 5 ქონდა და მე 4 მაქვს. აი მე 5-ს რო ავიღებ. ხო, მაშინ ვიქნები ბედნიერი. ის თვლიდა რას, რომ ისინი ეს არამეტამოთხოვნილებები არის ციკლური. გბეზდება, როგორც კი წყალს დალევ, როცა გეუბნები, აი ხა შენ თელ სიცოცხლეს მიშა ერთი ჭიქა წყალი რომ მქონდეს. მიცემ ერთ ჭიქა წყალს დალევს, კიდევ დალევს, მე ეგეთ აღარ მინდა. ანუ ციკლურია, ქრება. მეტამოთხოვნილება არ ქრება. ანუ ხატვარი მაგალითად რენუარი იყო, მე მგონი, ვისაც რევმატიზმი ჰქონდა ხელების. მაინც ხატავდა. იმდენად რაღაც ისეთი პროცესია, რომ ბეთჰოვენიც დაყრუებული მაინც უკრავდა. ხო, ამიტომ ეს ისეთი რამ არის, რომელიც მეტამოთხოვნილებებში მასლოს რა შეაქვს, რომ ეს არის მშვენიერების მოთხოვნილება, ჭეშმარიტების მოთხოვნილება, აი არ ვიცი ქართულად როგორ გადაითარგმნა, aliveness, რომ ცოცხალი ხარ. ამის მოთხოვნილება. რომ გიხარია ცხოვრება, გიყვარს სამყარო, მიდიხარ, ქმნი, არავის არ ემტერები.